ბატონო უმაღლესო თავარსარდალო, ქართულ ამერიკული განაყოფის სწავლებისთვის მზად არის. შეშთავის უფროსი გენმაიორი კაპანაძე. სწავლების ხელმძღვანელი პოლკოვნიკის შემდეგი. Mr. President. Sir, how are you? Okay, very good to see you. The board of fire with the PMPs and Bradley Valley. As the firing vehicles will reach the limit of advance, then the dismounts will come out of the vehicles. Now dismounts from the Bradley. ასევე ჩვენ გვქონდა სამედიცინო ევაკუაცია, საშუალება რომ განახორციელებიათ დაგეგმა. პარალელურად და შემდეგ გავაკეთეთ რამოდენიმე პრეზიდენტო ეს გახლავთ ბატალიონის შტაბი, სამთავარი სამუშაო კომიტეტი, შეიძლება რომ გამოგვიდეთ ცოტა აი ამ ეკრანზე და ეს არის ზუსტად ის სცენარი გამოტანილი, რომელიც სცენარიც ვაჩვენებთ დეპუტატის არამარტო დავუკვირდით მაგალითად შესაძლებელი აქედან ნახო არტილერია რომელიც 4-6 კილომეტრის სიღრმეში გორისთვის რიგივე ავღანეთის მართვის ცენტრი მეორდება ცოტა გასწავლულ გავაკეთე ცოტა ნაკლებ შეგაგვიგებთ აქ არის აბსოლუტურად მთლიანი მონაცემები პირადი შემადგენლობის შესახებ დანაკარგი დაჭრილი დანაკარგი და შესაძლებლად უნდა ეს ყველაფერი ხდება აქ ეს ყველა კონკრეტულ ოპერაციაზე ინდივიდუალურად კი ეს სამროცნოცული აფიცერების ევაკუაცია პირველად იქნება თვის შემდეგ დოქტრინის დონეზე ასევე დოქტრინის გარდა თქვა თუ აქვს რაიმე ის რაიცათვის ავღანეთში ძალიან ხშირად ეცვლებოდა მათი დოქტრინა უსაფრთხოების, საერთაშორისო მშვიდობის და სტრატეგიული მეგობრობის ერთგული და ღირსეული პარტნიორი. Of these trainings with success. მოგესალმებით, რიგითებო, სერჟანტებო, კაპრალებო, ოფიცრებო, გენერლებო, მივესალმები გენერალური შტაბის ხელმძღვანელს, ქალბატონ თავდაცვის მინისტრს, მივესალმები პატივცემულ სტუმრებს. გილოცავთ დღევანდელი სწავლებების წარმატებულად დამთავრებას. ეს სწავლებები წინ წაწევს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და რეალურად იმ მიზანს, რომელიც ჩვენმა ხალხმა და ჩვენმა ერმა თავისი გადაწყვეტილებით მიიღო, იმ მიზანს, რომელიც მთავრდება საქართველოს ნატოში გაწევრიანებით, უფრო რეალურს, უფრო ხელშესახებს გახდის.
იმისთვის რომ ეს სწავლება შემდგარიყო, არაერთმა ადამიანმა თავისი პრინციპული და მნიშვნელოვანი პოზიცია დააფიქსირა. მე მინდა მადლობა უთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო უმაღლეს პოლიტიკურ, დიპლომატიურ, სამთავრობო დონეზე, იმისთვის რომ ეს ისტორიული სწავლება შემდგარიყო საქართველოს მიწაზე. მაგრამ ყველაზე დიდი წვლილი იმაში, რომ დღეს ჩვენ ამ სწავლებას ერთდროულად ვატარებთ და იმას, რომ წინ ვწევთ რეგიონის უსაფრთხოებასაც და ქართულ შეიარაღებულ ძალებს, არის იმ ადამიანებში, ვისაც აცვიათ ფორმა და ვინც ემსახურებოდა როგორც საქართველოს, ისევე გლობალურ მშვიდობას უკვე წლების განმავლობაში. საქართველომ და ქართველმა ჯარისკაცმა 99 წლიდან ბალკანეთში, ყურეში, სპარსეთის ყურეში, ავღანეთში, აფრიკაში დაამტკიცა ის, რომ ის არის აბსოლუტურად გაუტეხელი, რომ მას შეუძლია გაუძლოს ყველა წინააღმდეგობას და იდგეს თავის მოკავშირეებთან ერთად ყველაზე რთულ ადგილებში. ის ადამიანები, ვინც დღეს ერთობლივად ახორციელებენ სწავლებას, მათი მეგობრები, მათი თანამებრძოლები რეალურად გლობალურ სიმშვიდეს იცავენ ურთულეს ვითარებაში. ქართველები ვამაყობთ ჩვენი შეიარაღებული ძალებით. ქართველები ვამაყობთ იმ წვლილით, რაც შეაქვს ქართულ ჯარისკაცს, იმ გამბედაობით, რითიც იცნობენ ქართულ ჯარისკაცს, ამერიკელი, სხვა ქვეყნის, ნატოს სხვა ქვეყნის ჯარისკაცები, ამ სიამაყით პოლიტიკოსები, დიპლომატები მსოფლიოში დავდივართ. ქართველები ვამაყობთ ჩვენი შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმით, რაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა დღეს და ამ დღეების განმავლობაში. ქართველები ვამაყობთ ჩვენი ჯარისკაცების პიროვნული თვისებებით, იმ მეგობრული და თანამებრძოლი სულისკვეთებით, რაც ქართველებს ახასიათებთ მთელ ამ რთულ ვითარებაში და მთელ ამ რთულ ოპერაციებში. ამიტომ საქართველოს სახელმწიფო დიდ მადლობას უხდის დღევანდელი დღისთვისაც ქართულ ჯარისკაცს, რომელმაც მოიყვანა და რეალური გახადა დღევანდელი დღე. ჩვენ მადლობას უხდით ჩვენ პარტნიორებს, რომლებმაც შორი გზა გამოიარეს იმისთვის, რომ აქ ერთად გვეჩვენებინა რა ძლიერი არის მეგობრობა და რამდენად ჩვენ შეგვიძლია ძალიან რთული ვითარებისთვის თავის დაღწევა. კიდევ ერთხელ გილოცავთ სწავლებების წარმატებულად დასრულებას. გილოცავთ ამ წარმატებას და მომავალ წარმატებებს, რომელიც ერთად გვექნება. გახსოვდეთ, თქვენი პროფესიონალიზმი და შემართება არის გარანტია მოქალაქეების მშვიდობიანი არსებობის. კიდევ ერთხელ გილოცავთ და ღმერთი ფარავდეს შეერთებულ შტატებს და საქართველოს. ბატონებო და ქალბატონებო, ვიწყებთ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს. ემსახურებს საქართველოს.